მოგესალმებით. აბონის შოუთი, აბონ ციციაშვილის დილის საუბრები ჩაწერილი საღამოთი, იმიტომ რომ დილას ხანდახან კარგად არ მიაზროვნებს ტვინი. იმ დღეს კონცეფტში მოვხდი. ეს კონცეფტი ამოდროს ძალიან მოწიწებით მეკცევიან. რაღაცა ჩემ აზრს იღებენ მხედველობაში, ია, რას ფიქრობ, ასე შემდეგ და მეც რა თქმა უნდა გავშალე ფრთა და ერთმა ხოცმაც გაშალა ფრთა და მითხრა ისე გულზე მეფონება შენ როდესაც ბიძინას აკეფო გულიო ვიფხან გულსაო მეუთხარი კი ვაკებ ახლა ესე არ ვაკებ მაგრამ მე მის ჭკუას მის სუპერ ინტუიციას მის ძალას მის გამჭრიახ გონებას მის ძალიან მაგარ თამაშის უნარს ვაფასებ როგორ არ ვაფასებ აბა ეს სუპერ ინტუიციური და გრძნეული ადამიანი იმ წუთასვე და უმალ 1.15 სვლით წინ მიხვდა ერთ რაღაცას რომ ამერიკასთან ურთიერთობა დასალაგებელია რაც ჩვენი ოპოზიცია ასე ჩვენი ოპოზიცია ვერ ხვდება ჩვენი ხალხი ვერ ხვდება რატოა დასალაგებელი იმიტომ რომ ამერიკამ ტარიფებით მოუჭირა ჩინეთს რაც შესაბამისად მოუჭერს რუსეთს ამიტომ მან სასწრაფოდ კაცი აფრინა ამერიკაში არველაძე დავითაშვილი მშვენიერი განათლებული ხალხი გადასარევი წარმომადგენლები მაგრამ ვის შეხვდნენ ჭიღრე პიღრე ყვავი ჩხეკვის მამიდებს მაგრამ არაუშავს თავარია რომ გადაიდგა ნაბიჯი ჩვენ გადავისვით რუსული ვაზელინი რომელიც დამზადებულია ჩინეთში და ძალიანაც კარგი რომ ასე ხდება ქართული ოცნების პრიორიტეტები აბსოლუტურ თანხმედრაში მოდის პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან მადლობა ღმერთს ეს გენადი არველაძე ვის შეხვდა არ ვიცი მაგრამ მე მგონი ვიღაცა ენდრიუ პიკ შეხვდა ნუ არაფერი ეს გვეყდარზე ვენოკი არაფერი ეს არიძლევა არაფერს იმიტომ რომ არსად არაფერი დაწერილა არც ოფიციალურ საიტებზე არაფერი რაღაცა ისე ჩავიდნენ ნიადაგი მოძებნეს მაგრამ ხალხო ეს იმხელა გამარჯვება გამარჯობა. ეხლა კუტარზევენოქს რაც შეეხება, ვერ გავიგე, კაცო, ყაველაშვილი თუ დასაქცირებულია, რანაირად ჩავიდა რომის პაპის გასვენებაში, გამაგებინეთ. დიპლომატიური პასპორტით, კი არა, ჩვეულებრივი პასპორტით. ვაიმე, ჩვენც ეხლა დავიჯერეთ ამ ევროპის სანქციების, რა, მართლა გოიმები ხო არ გონივართ ამ ევროპას რა, მართლა და მართლა რა. სანამ სოფლიოს ლიდერები ტრამპთან ერთად ერთიანდებიან ჩინეთთან საბრძოლოდ და შესაბამისად რუსეთის მოსუსტებისთვის ხდება ეს ყველაფერი ამასობაში სტრატეგიულ ობიექტს არის ჩაფოჩინებული ჩინური კომპანია ICC ხო ვიღაცა იტყვის ახლა ვაიმე იცით 70% ამერიკული კომპანია, ხო, დეპსტეიტური კომპანია BlackRock, ვიცით ეს ამბავი, ეგ რომელსაც ტრამპა ჯერ კიდევ როდის იხდა და დედას უტირებო. ასე რომ მეგობრებო, ჰაერში გასაფხულის სუნი ტრიალებს. ძალიან მაგარი საფხული უნდა გქონდეს მეგობრებო, მე თქვენთან ერთად ვიქნები, აუცილებლად მოგაწვით ცხელ-ცხელ ჩემს აზრებს. ერთს გეტყვით რომ პუტინს ძალიან ეშინია ტრამპის